მოგესალმებით, ქორუმი გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია დავიწყოთ სხდომა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გამოვიხმაურო სტიქიას, რომელიც რაჯაში მოხდა, ეხლა გურიაშია გვაქვს კიდე და რა თქმა უნდა, მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს ძალიან მძიმე ფაქტი არის და შესაბამისად ძალიან ცუდია, რომ ბუნებასთან ძალიან რთულია ბრძოლა და შესაბამისად ძალიან მძიმე მდგომარეობაა დღესაც, როგორც რაჯაში, გურიაში აღარ ვიტყვი იმდენად იქ მთლიანი რეგიონის მასშტაბით ძალიან რთული მდგომარეობაა და რა თქმა უნდა ჩვენ მხარდაჭერა მათ და გულშემატკივრობთ და რა თქმა უნდა გულისწყრელი გარდაცვლილის ოჯახებს. მინდა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე რომ ამ დღის წესრიგით ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, გთხოვთ გაბატონო ხტია, შესაბამისად თავშოთ კითხვა და დავიწყოთ წარმოდგენით. დიდი მადლობა ბატონ თავმჯდომარე, მე მექნებოდა კითხვა ინფრასტრუქტურის მინისტრის დაბარებასთან დაკავშირებით ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოგმართათ, რომ კომიტეტზე შესაბამისი მინისტრის წარდგენა მოხდეს, რომელიც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან თემებს, რაც ეხლა საზოგადოებაში განიხილება. ეს არის რიკოთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოები და ის ანგარიშები, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მოისმინოს. ჩვენ გავგზავნეს წერილი ინფრასტრუქტურის მინისტრს, სადეპუტატო შეკითხვა, მადლობა ბატონ რომან. საკმაოდ ვრცელი წერილი მივიღეთ, რაც პირველ რიგში გულისხმობდა იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რიკოთზე რაც სამუშაოები მიმდინარეობს, აღმოჩენილია მეწყრული ზონები 200 მეტრში, მიმდინარეობს მოკვლევა, მიმდინარეობს გეოლოგიური დასკვნების დაწერა, ამიტომ აი ამ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა მისი მოწვევა და თქვენ როგორი გრაფიკი გაქვთ, ანუ გავგზავნეს თუ არა წერილი პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ და თქვენი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა კომიტეტის ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ და საზოგადოება მოისმინოს ის პასუხები, რომელიც გვაინტერესებს. მადლობა. მადლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, რომ რიკოთზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. თქვენი შეკითხვის პასუხად მე-40 მოხრეთ ფრაქციიდან მოთხოვნილი იყო მინისტრის მოწვევა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას მოგეხსენებათ, რომ აქვს თავისი პროცედურები, რომელიც მკაცრად არის გაწერილი. შესაბამისად, კომიტეტიდან უკვე გაგზავნილია შესაბამისი წერილი და შეთანხმდება თარიღები და თავისთავად ცხადია, ვიყვებით იმ შეთანხმებულ დღის წესრიგს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ მოგეხსენებათ, რომ თვითონ ეს რეგლამენტიც ითვალისწინებს კონკრეტულად ამ საკითხთან, საკუთარ ისეთ მკაცრი გაწერილი რეგლამენტი აქვს. გარდა ამისა, თუ რამე დამატებით კიდე იქნება, მოგეხსენებათ, რომ ნოემბერში მინისტრის საათი გვაქვს და ისიც შესაბამისად, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა მიმდინარეობს თარიღების შეთანხმება და მინისტრთან გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია და მოხდა. ჩვენი პოზიცია კომიტეტთან დაკავშირებით და დარგობრივ კომიტეტთან დაკავშირებით მინისტრის მოწვევის მიმართულებით იყო შემდეგი, რომ დაუშვათ განხილვა იყოს ძალიან სიღრმისეული, მათ შორის ასე ვთქვათ წინა მოკვლევებზე, გეოლოგიურ კვლევებზე, ხა ჩვენ არც ერთი არ ვართ აქ ექსპერტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ასევე კომიტეტს დაესწრონ ის ექსპერტები, რომელთაც აქვთ ამასთან დაკავშირებით პრობლემები. მინისტრის სესიაზე ეს ვერ ხერხდება, თქვენ მოგეხსენებათ ბატონ თავმჯდომარე, ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია თუ წერილი გაგზავნილია, ჩვენ ველოდებით რომ უახლოეს ხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოწვევა შესაძლებელი იქნება. მადლობა. დიახ, თარიღები იქნება როგორც კომიტეტის შესაძლებლობებიდან, ასევე მინისტრის შესაძლებლობიდან გამომდინარე შეთანხმებული და კოორდინირებული და ამის მიხედვით რა თქმა უნდა იქნება. რა თქმა უნდა, რეგლამენტით როგორც არის გათვალისწინებული იქნება შესაბამისად მიღებული. დავიწყოთ მაშინ გადავიდეთ კომიტეტის ხდომაზე, შესაბამისად დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი გახლავთ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეორე დანართის წარმოშობის წესების და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის ნომერი 2022 გადაწყვეტილება წარმოადგენს ბატონი გენადი არველაძე. გთხოვთ ბატონო გენადი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტის წევრებო. დღეს როგორც
იცით წარმოგიდგენთ საკომიტეტო მოსმენაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წარმოშობის წესებს და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ მეორე დანათის ცვლილებებს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ცვლილება გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეორე დანათის მოქმედ რედაქციაში დამატებითი დებულებების გაწერას, რომელიც მითითებას აკეთებს წარმოშობის პრეფერენციული წესების კონვენციის განახლებულ რედაქციაზე, როგორც ალტერნატიულად გამოსაყენებელ წესებზე. აღნიშნული ნიშნავს ეკონომიკური ოპერატორებისთვის გაზრდილ არჩევანს პროდუქციის წარმოების დროს გამოყენებული მასალების სხვადასხვა წყაროებიდან მოძიების თვალსაზრისით, რაც მოიცავს სხვადასხვა ინგრედიენტებს, ნედლეულს, კომპონენტებს, ნაწილს და ასე შემდეგ, რომელიც გამოიყენება პროდუქციის საწარმოებლად. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში ადგენს გამარტივებულ მოთხოვნებს საწარმოო პროცესების მიმართ, რათა საბოლოო პროდუქტმა მიიღოს საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის სტატუსი და ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით. გამარტივებები შეეხო მათ შორის ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის ზოგიერთი ელექტრონული მოწყობილობები და მათი ნაწილები, რიგი დადუღებული სასმელები და სხვა მრავალი სახის საქონელს. ცვლილებები ასევე ეხება წარმოშობის მქონე პროდუქციის მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ არსებულ შეზღუდვების შემსუბუქებას და ელექტრონული ციფრული წარმოშობის დამადასტურებული დოკუმენტაციის ფორმალური საფუძვლების გაწერას. ალტერნატიული წესების მნიშვნელოვანი კონკრეტული უპირატესობები გამოიკვეთა ასევე ტოლერანტობის პროდუქციის წარმოებაში, რომელშიც იმპორტირებული მასალების გამოყენება არ არის დაშვებული, განისაზღვრება ტოლერანტობის კოეფიციენტი მცირეოდენობით, დაშვებით, შესაბამისად მოხდა გარკვეულ ამ კოეფიციენტების ზრდა. კერძოდ ძველი რედაქციით კოეფიციენტი იყო 10%, გარდა ტექსტილისა და გახდა 15%, ტოლერანტობა ტექსტილზე იყო 5-დან 10%-ის წონის ან 6-8% ფასის შემთხვევაში და ცვლილებით კი იქნება 6-დან 15%-მდე წონის და 7-დან 15%-მდე ფასის შემთხვევა. აქვე შეგახსენებთ, რომ პან-ევროხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონალური კონვენციის წევრობა იძლევა წარმოშობის წესების გლობალური გამოყენების საშუალებას, კერძოდ ქვეყნებს, რომელსაც ერთმანეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული, რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის EFTA, ევროკავშირი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა, რომელთანაც საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. აღნიშნული კონვენციის საფუძველზე მრავალმხრივ ფორმატში შეუძლიათ ისარგებლონ დიაგონალური კუმულაციის სქემით. ზემოაღნიშნული შესაბამისად ცვლილება საშუალებას იძლევა გაიზარდოს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნების ბაზარზე წვდომა გამარტივებული საქონლის წარმოშობის კუმულაციის უფრო ფართო გამოყენების საფუძველზე, რაც დადებითად აისახება საქართველოს ექსპორტის უნარიანობაზე, წარმოების პროცესის დროს გამოყენებული მასალების მიმართ არის მოქნილი მოთხოვნები მეტი არჩევანი წარმოშობის თვალსაზრისით. ასევე მინდა შევეხო ორმხრივ სავაჭრო სტატისტიკას საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს შორის 2022 წელს 21-თან შედარებით EFTA-სთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 34%-ით და 237 მილიონი $, შეადგინა, ექსპორტი გაიზარდა 23%-ით და 99.4 მილიონი $-ით განისაზღვრა, ხოლო იმპორტი გაიზარდა 53% და 137 მილიონი $-ი შეადგინა. ექსპორტის ძირითად პოზიციებს აღნიშნულ ქვეყნებში წარმოადგენს ოქროს, სუნამოები, კოსმეტიკური საშუალებები, ფეროშემცირებები, თხილი და სხვა. ასევე EFTA-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა ძალაშია, როგორც მოგეხსენებათ 2018 წლიდან და 2017 წელს თუ შევადარებთ, მანამ სანამ ძალაში შევიდოდა აღნიშნული შეთანხმება, ექსპორტი გაზრდილია 37%-ით და 99 მილიონი $-ი შეადგენს. ამ პერიოდში ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 38%-ით, დაახლოებით 25 მილიონი $-ით და 91.8 მილიონი $-ი შეადგინა. დასასრულს კი მინდა მოგმართოთ თხოვნით, ხარი დაუჭიროთ აღნიშნულ შეთანხმებაში ცვლილებების პროექტს რატიფიკაციას. მადლობთ. კითხვები არსებულ საკითხთან დაკავშირებით.
კითხვები არ გვაქვს, თქო დაბრძანეთ ბატონო გენად. შემდეგი საკითხის თქვენი არის, ოდეშ ვიხდი, ეს არის სუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე. წარმოადგინოთ, გთხოვთ. მადლობთ. ნებავემბოძეთ ასევე წარმოგიდგენოთ სუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმების საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე ოქმი, რომელიც კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია სავაჭრო რეჟიმების გაფართოების და განვითარების კუთხით, როგორც მოგეხსენებათ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციით. სუამის წევრები არიან საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. იმისთვის, რომ სუამის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის პოტენციალი სრულად იქნეს გამოყენებული ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში. ამ ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენი მთავარი მიზანია ასევე თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მრავალმხრივი შეთანხმების ეფექტური ფუნქციონირება, რომელსაც 2002 წელს მოეწერა ხელი, ხოლო ძალაში შევიდა 2003 წელს. აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ საქონლით ვაჭრობას მოიცავს და პროდუქტის სრული სპექტრი გათავისუფლებულია სრულად იმპორტის გადასახადისგან, თუმცა შეთანხმების სრული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი იყო სუამის წევრ სახელმწიფოებს მიიღოთ საქონლის წარმოშობის წესები, რადგან აღნიშნულ შეთანხმებას დაეწყო ფუნქციონირება. ამ წესების შემუშავება სუამის ფარგლებში მოქმედი ეკონომიკისა და ვაჭრობის ჯგუფის საქართველოს თავმჯდომარეობის დროს დაიწყო, აღნიშნული მოხდა 2012-13 წლებში. სუამის წევრ ქვეყნებთან წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები წარმოშობის წესების მიღებაზე. იყო რიგი განსხვავებები სხვა წევრ ქვეყნებს შორის, თუმცა 2022 წელს იქნა მიღწეული კონსენსუსი წევრ ქვეყნებს შორის და 20 სექტემბერს გასული წლის კაიროს გენერალური ასამბლეის 77 სესიის ფარგლებში ხელი მოეწერა სუამის ფარგლებში საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების შესახებ. როგორც ზემოთ აღნიშნეს, საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის შესახებ ოქმის მიზანია სუამის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი ამოქმედება. აღნიშნული მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად სუამის წევრ სახელმწიფოთა შორის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების შესახებ ოში გათვალისწინებულია წევრ ქვეყნებს შორის კუმულაციური პრინციპის საფუძველზე თავისუფალი ვაჭრობა, კერძოდ ის საშუალებას აძლევს სუამს წევრ ქვეყნებს გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტს მიენიჭება იმ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსი, სადაც საბოლოო სახე მიიღო, შესაბამისად თუ აქამდე გარკვეული სახის პროდუქცია სუამის ქვეყნებს შორის ურთიერთვაჭრობისას ვერ აკმაყოფილებდა წარმოშობის წესს, რომ გასულიყო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, ამჟამად შესაძლებლობა ექნება ერთმანეთის ქვეყნებში წარმოშობილი პროდუქცია დაამზადონ ქვეყანაში და შემდეგ ისარგებლონ ნულოვანი ტარიფით სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისას, ურთიერთვაჭრობისას. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების მოქმედება თავის მხრივ ხელშეუწყობს ამ წევრ ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობის განვითარებასა და შემდგომ გაღრმავებას. აქვე მინდა ასევე შევეხო მხრივ სავაჭრო სტატისტიკას საქართველოსა და სუამის წევრ ქვეყნებს შორის. 2022 წელს სუამის წევრ ქვეყნებში 918 მილიონი $აშ ექსპორტი გავიდა, რაც იყო დაახლოებით 7%-იანი ზრდა, რომელმაც ასევე საქართველოს ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და წელმა შეადგინა 16.2%, მათ შორის აზერბაიჯანში $673 მილიონი ექსპორტი განხორციელდა, ასევე უკრაინაში 232 მილიონი $აშ შეადგინა ექსპორტმა, ხოლო მოლდოვაში $13 მილიონი $. 2022 წელს საქართველოს სუამის წევრი ქვეყნებიდან ასევე 935 მილიონი $აშ იმპორტი შემოვიდა და საქართველოს იმპორტის 7% შეადგინა. დასასრულს ასევე მინდა აღნიშნულ პროექტზეც მოგმართოთ თხოვნით, ხარი დაუჭიროთ ამ ცვლილებების პროექტს. მადლობთ, კითხვები თუ გვაქვს არსებულ საკითხთან დაკავშირებით, კითხვები არ არის. მადლობთ ბატონო გიგამ, რომ დარწმუნდით, დღის წესით გათვალისწინებული. შემდეგი საკითხი გახლავთ 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოსა და რეკონსტრუქციის განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასიცხო შეთანხმება, რომელსაც წარმოადგენს გაუთავი ეკა ყუბის.
მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, პატივისცემლო პარლამენტის წევრებო. წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიკაციისთვის წარმოდგენილ 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ 1 ცვლილების წელი შეთანხმებას. თქვენ იცით, რომ 2020 წელს დაიწყო Login Georgia პროექტი, რომელიც 3 კომპონენტისგან შედგება. პირველი არის ინფრასტრუქტურული განვითარება, მეორე არის ფართოზოლოვანი ინტერნეტ საშუალებებით ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და მესამე პროექტის განხორციელების მხარდაჭერა. პირველი კომპონენტის ფარგლებში სწორედ მიმდინარეობს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც აქტიურ ფაზაში არის და დღეისათვის უკვე აშენებული არის 550 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. ამავდროულად მიმდინარეობს კიდევ 220 კილომეტრი ოპტიკურ მაგისტრალის მშენებლობა ქობულეთი, ხელვაჩაურისა და რაჭის დარჩენილ მონაკვეთებზე, რომელიც ამ თვეში თვის ბოლოს უნდა დასრულდეს სექტემბერში. ამის პარალელურად გაფორმებულია კიდევ 2 ხელშეკრულება მესტია ჯვარისა და ზუგდიდი ხობის მიმართულებით. მესტია ჯვარის მიმართულებაზე ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, ხოლო ზუგდიდი ხობში დაწყებული არის სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის დასრულება დაგეგმილი არის 2024 წლის პირველ კვარტალში. ამავდროულად გამოცხადებული არის კიდევ 3 ტენდერი აბაშას სენაკის, წყალდობო ვარცხის და ჭიათურა საჩხერის მიმართულებებზე. ჯამში დასრულებული და მიმდინარე პროექტების მოცულობა შეადგენს 2000 კილომეტრს და თქვენ იცით, რომ Login Georgia-ს ფარგლებში ზოგადად უნდა აშენდეს 5000 კილომეტრის მაგისტრალი და დაიფაროს დაახლოებით 1000-მდე სოფელი. IBRD-სა და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა 31 აგვისტოს 2000 წლის, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 25 ნოემბერს. მოცულობები არის IBRD-ის დაფინანსების ოდენობა არის 35,700,000, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკის 34 მილიონი, რომელიც ინფრასტრუქტურულ ნაწილს მოემსახურება და წარმოდგენილი რატიფიკაციის ძირითადი მიზანი არის, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ჩაანაცვლდეს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით და რატიფიკაცია ასევე მოგცემს საშუალებას, რომ ეს თანხა იყოს ათვისებული, ვინაიდან დღეს ყველა პროექტი, რომელიც მე ვახსენე, მიმდინარეობს მხოლოდ IBRD-ის სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან. შემდგომში გვექნება საშუალება, რომ 50-50-ზე გადანაწილდეს აღნიშნული და რატიფიცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მოგცემს თავიდან ავიცილოთ ბიუჯეტის ცვლილება და ხარჯების მხოლოდ მსოფლიო ბანკის სესხიდან დაფარვა, რაც გაზრდის თავისთავად სხვაობას დონორების მიერ გამოყოფილ წილებს შორის. გარკვეული ნაწილი მეორე კომპონენტის კვლავ რჩება დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს არის 3,350,000 евро. დასასრულს მინდა გთხოვოთ, რომ ხარი დაუჭიროთ წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირებას. მადლობა. მადლობთ, კითხვები თუ გვაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კითხვები არ გვაქვს, დიდი მადლობა ქალბატონო, გთხოვთ დავბრძანდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული. შემდეგი საკითხი გახლავთ ბატონი გრიგოლ გიორგაძის წარმოადგენს უფროსურეთ ეს გახლავთ საქართველოს აეროკოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით. წარმოდგენილი ინიციატივა მიზნად ისახავს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძვლების დაზუსტებას. კერძოდ საჰაერო კოდექსის 23 მუხლის პირველ ნაწილს ემატება ვექვე-პუნქტი და იმ შემთხვევაში თუ დანიშნულება შეეცვლება საჰაერო ხომალდს, ესეც გახდება სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძველი. ძალიან მოკლედ გეტყვით და თქვენ კარგად იცით, რომ საავიაციო ხომალდები იყოფა სამოქალაქო რეესტრად და სახელმწიფო რეესტრად. სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო და აქ შედის როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საბაჟო და მსგავსი ტიპის დანიშნულების ხომალდები და მიზანშეწონილია დაზუსტეს და სხვა საფუძვლებთან ერთად დაემატოს სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძველს სწორედ ის შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ხომალდი აღარ წარმოადგენს სახელმწიფო დანიშნულებას. კითხვები თუ გვაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? კითხვები არ არის. დიდი მადლობა ბატონო გრიგოლ, გთხოვთ დავბრძანეთ. მადლობა. მეხუთე
ეს საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა მოგმართა თხოვნით და შესაბამისად ვერ შეძლო მოსვლა და გადატანილი იქნება შემდეგ კომიტეტის ხდომაზე და დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-6 საკითხი ახლა თუ არ ეთქვას პეტიციას, რომელიც შემოსული იყო კომიტეტში, რომელიც გულისხმობს უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირ ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, რომ პეტიციასთან დაკავშირებით შეგვიძლია ერთი რომ მიზანშეწონილად მიჩნიოს პეტიციის უშუალოდ შესწავლა და განხილვა კომიტეტმა, მეორე გახლავთ, რომ გადაწყვეტილება პეტიციის შესაბამისად სამინისტროს სხვა უწყებებს დაეგზავნოს და მესამე მიზანშეუწონილად მიიჩნიოს პეტიციის შესწავლას და განხილვას. აქედან გამომდინარე იმ პოზიციიდან, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია შესაბამისად, რომ რუსეთს არ უზესებს სანქციებს და იმიტომ რომ პირველ რიგში ეს სანქციები მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებისთვის ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ამიტომ და არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა არგუმენტები და პოზიციებით დასაბუთებული თუ რატომ არ უნდა დაუწესოს ქვეყანამ სანქციები ამ შემთხვევაში რუსეთს და ჩვენ რა თქმა უნდა ვუერთდებით ყველა საერთაშორისო სანქციებს. კომიტეტი ვფიქრობთ, რომ მიზანშეუწონილად მივიჩნიოთ პეტიციის შესწავლა და შესაბამისად განხილვა სიღრმისეულად. ეს არის რასაც კომიტეტი დავაყენებთ კენჭისყრაზე. ეხლა მინდა გთხოვოთ, რომ გადავიდეთ კერძსაყრელ. უკაცრავად თუ შეიძლება, რადგან პეტიციის ინიციატივასთან დაკავშირებით იყო საუბარი, ჩვენ გახლავართ პეტიციის ძალიან კარგი. გახეთ? არა, მოსაზრების წარმოდგენა მინდა, თუ არის შესაძლებელი მოგმართოთ. შესაძლებელი, რადგან პეტიციას განხილვაში არ შევდივართ, შესაბამისად არის სამი შესაძლო ვარიანტი და ის პოზიცია, რომელსაც კომიტეტი აყენებს კენჭისყრაზე, იქნება წარმოდგენილი. ამიტომ, რადგან არ შევდივართ შინაარსობრივ განხილვაში, პეტიციის შესაბამისად მოსაზრებასაც მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობაც არ იქნება. დავაყენოთ დიახავთ რა. პეტიციაზე მინდა დავსვა მესმის რომ სამი ვერსია, მაგრამ კომიტეტმა უნდა გადაწყვეტოს რომელ ვერსიაზე გააკეთებს არჩევანს. და მსჯელობა ამაზე საჭირო და იქნებ გვემსჯელა რომელ ვარიანტს ემხრობა კომიტეტი და თქვენ პირდაპირ აყენებთ თქვენი მოსაზრების მიხედვით დასკვნას, რომელსაც გინდათ რომ კენჭი უყარო, თუმცა ჩვენ გინდა საკითხს დავაყენებთ გადავატო. არა, პეტიციის ავტორებსაც გვინდათ მოვუსმინოთ და ამის მიხედვით მივიღო გადაწყვეტილება რომელ ვერსიაზე შევაჩეროთ ჩემი არჩევანი. ანუ რეგლამენტის მიხედვით კომიტეტმა რო გადაწყვეტოს, უნდა ვიმსჯელო ისე როგორ გადაწყვეტოს. გავატარო ხათუნა, ნახეთ, წარმოდგენილი იყო სუყოლასთან დაგზავნილი იყო პეტიცია შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით სამივე საკითხს დავაყენებ კენჭისყრაზე და რომელ საკითხსაც გადაწყვეტს კომიტეტი, იმის მიხედვით წავა პროცედურულად უკვე ის საკითხი, რომელიც იქნება ხარდაჭერილი. უკვე განხილვაში შევდივართ პროცედურის პეტიციის და არ შევდივართ. პეტიცია წარმოდგენილი იყო დაგზავნილი იყო კომიტეტში. არა, განხილვა რატო არ შეიძლება? საკანონმდებლო წინადადება თუსაც შემოდის მოქალაქე, ხომ ვიხილავთ აქ ეს? საკანონმდებლო წინადადება სხვა არის, სხვა პროცედურით მიდის, პეტიცია სხვა პროცედურით მიდის. ამიტომ ქალბატონო ხათუნა, ბატონო რომან საკითხი არის შემდეგნაირად, ის სამი შესაძლო ვარიანტი, რომელიც ითვლება რეგლამენტით, დავაყენებ სამის კენჭისყრაზე, რომელიც იქნება მხარდაჭერილი, შესაბამისად იმის მიხედვით გავყვებით პეტიციას. ამასთან დაკავშირებით გვექნება ეს. მიზან შეუწონათ როგორ შეიძლება ცნოს პარლამენტმა აზრის მოსმენის გარეშე. ესა ბატონო მე მაგას რეგლამენტის მიხედვით ვამბობ. ხო, რეგლამენტის მიხედვით ვამბობ. სამი ვერსია, ხო, და ერთ-ერთი არის განხილვაში შესვლა. არც ერთ ვერსიაზე ეხლა ჯერ არჩევანს კომიტეტი არ აკეთებს, სანამ კენჭი არ ეხება მესმის. მაგრამ ამ სამ ვერსიაზე არჩევანი რო გავაკეთო მე, როგორც ერთმა დეპუტატმა, პეტიციის ავტორს და ინიციატორს მინდა მივცე შესაძლებლობა და თქვენს ადგილას მივცემთ შესაძლებლობას განხილვაში კი არ შევიდეს. გითხრას რაზეა პეტიცია და რა არგუმენტებს ეყრდნობა. აქ არაფერი არ წერია. არა, აქ წერია სამი პუნქტი და ინიციატორები ამაზე ისაუბრენ პროცესი როგორი იყო და რას გვთავაზობენ. განხილვაში შესვლის გარეშე სანამ არ მივიღებს გადაწყვეტილებას კომიტეტი. კი ბატონო, მესმის აბსოლუტურად, მაგრამ წარდგენა ნიშნავს განხილვაში შესვლას და ამიტომ დავაყენებ სამივე საკითხს. რომელ საკითხსაც მივიღებთ, იმ საკითხს გავყვებით. ეს რომელ საკითხსაც მივიღებთ გადაწყვეტილებას. გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი
გახლავთ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეორე დანართი ცვლილების თავაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება. ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას? დიდი მადლობა. მეორე საკითხი გახლავთ სუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე. ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ? დიდი მადლობა. მესამე საკითხი გახლავთ 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის შორის საზღვაო შეთანხმება. ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ? დიდი მადლობა. მეოთხე საკითხი გახლავთ საქართველოს საერო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ? მადლობთ. მეხუთე საკითხზე მომხსენებელი არ არის და შესაბამისად გადავალ შემდეგ კომიტეტის ხდომაზე. მეექვსე საკითხი პეტიციასთან დაკავშირებით სამივე საკითხს როგორც შევთანხმდით დავაკრენებ კენჭისყრაზე და რომელიც საკითხის გავა ისე იმოქმედებს კომიტეტი. მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალო შესწავლას და განხილვას. ვინ არის მომხრე? პეტიციაზე დავაკრენებ კენჭისყრაზე პირველი ვერსია მიზანშეწონილად მიიჩნევს კომიტეტმა პეტიციის შესწავლა და განხილვა. ვინ არის მომხრე? კი, თქვენ არ ხართ ბატონო რომა ჩვენი კომიტეტის წევრის შესაბამისად გასაგებია სულისკვეთება. ვინ არის კი ბატონო, შემდეგი გახლავთ პეტიციის შესაბამის სამინისტრო პეტიცია გადაეგზავნა შესაბამის სამინისტროს და სხვა უწყებას. ვინ არის მომხრე? და მესამე საკითხი გახლავთ მიზანშეუწმებლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლა და განხილვა კომიტეტმა იმ პოზიციიდან, რომელიც უკვე დააფიქსირდა შესაბამისად არაერთხელ აქვს მთავრობას და სახელმწიფოს განსაზღვრული. ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. შესაბამისად საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია და კომიტეტის ხდომა რა თქმა უნდა დასრულებულია. დიდი მადლობა.